შოკი. კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ შესატან ცვლილებებზე მინდა ვილაპარაკო. ამ ცვლილებების თანახმად, თუ ადამიანმა დადო შრომითი ხელშეკრულება უცხოური დაფინანსების ფარგლებში, მაგალითად იმუშავა NGO-ში, მას 8 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება, რომ იყოს პარტიის წევრი. და ჩვენ ვიღებთ ამ კანონს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას არ აქვს მიღებული ლუსტრაციის კანონი. როდესაც იმის შიშით, რომ 30-იანებში დამხრეტების და დამსმენების და მწამებლების გაგების გამო რაღაცა ეფემერული დაპირისპირება უნდა მოხდეს საზოგადოებაში, ესეთი მოტივი არსებობს თურმე, რომ მოდი საზოგადოებრივი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ნუ მივიღებთ ლუსტრაციის კანონს და ნუ გამოვაჩენთ ვინ მსახურობდა საბჭოთა და რუსულ კგბ-ში. და აი ამის გამო და ამის მიუხედავად ჩვენ ვიღებთ კანონს, რომ მოკავშირე სახელმწიფოებისგან და სახელმწიფოებში არსებული არასამთავრობოებისგან მიღებული დაფინანსებით თურმე ვინც აკეთებდა რაიმე საქმეს საქართველოში არ ექნება უფლება, რომ იყოს პოლიტიკაში ჩართული. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად პედოფილებისგან, გამაუპატიურებლებისგან ბავშვების დამცველი ადვოკატები 8 წელი ვერ გახდებიან პოლიტიკოსები. სწორედ ის ადამიანები ვერ გახდებიან პოლიტიკოსები, რომლებმაც დააგროვეს საზოგადოებრივი საქმის კეთების გამოცდილება, რომლებმაც იციან რაღაცა გარემოს დაცვაზე, ბავშვთა უფლებებზე, ქალთა უფლებებზე, ენერგეტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა ბევრ საკითხზე. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ შშმ პირთა დასაქმების კვოტირებაც კი ვერ მიიღო და შესაბამისი კანონი, რომ შშმ პირის დასაქმების ვალდებულება გაუჩინდეს დამსაქმებელს და არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო გრანტები იყო შშმ პირების დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება და წყარო, რომლის ალტერნატივაც ხშირად არ მოიძებნებოდა ქვეყანაში, აი ამ პირობებში და აი ასეთ შშმ პირებს დღევანდელი ხელისუფლება ართმევს საშუალებას და ართმევს პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას, აი ამ კანონით. აი ეს არის ის, რასაც მივაღწიეთ და სადამდეც მივედით და რაშიც უკაცრავ და ამოვყავით თავი. რომ ადამიანები, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მკურნალობის პროტოკოლს წერდნენ, ან აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის და დღის ცენტრების სერვისებს ადვოკატირებდნენ, ისინი ვერ შევლენ პოლიტიკაში. რა გამოდის, რომ პოლიტიკა იქნება ვისი? მარტო ფულის მჭრელების?